წარმოიდგინე, ისეთივე გრანდიოზული ჩანჩქერი, როგორც ნიაგარა, მოულოდნელად რომ მხოლოდ პატარა უღიმღამო მდინარედ გადაიქცეს. ან უზარმაზარი ქანდაკებები, რომლებიც 55 მეტრის სიმაღლეს იყო, ახლა რომ მხოლოდ ცარიელი კლდის კიდებად იქცნენ. დღეს წარმოგიდგენთ 15 გასაოცარ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას, რომლებიც აღარ არსებობენ. უძველეს ტაძრებიდან დაწყებული, თვალწარმტაცი ბუნებრივი საოცრებებით დამთავრებული. თითოეულ მათგანს აქვს თავისი შთამბეჭდავი ისტორია, სილამაზე და მოგონებები, რომლებიც ახლა მხოლოდ წარსულს ეკუთვნის. კეთილი იყო შენი ფეხი ჩემს არხზე. არ დაგავიწყეს არხის გამოწერა, ზარისღილაკის გააქტიურება, რომ სიახლე არ გამოგრჩეს და ვიდეოს დალაიქება. მოკლედ დავიწყოთ. ალტამირას მღვიმე. ალტამირას მღვიმე, რომელსაც ხშირად პალეოლითის ეპოქის სიქსტის კაპელას უწოდებენ, უძველესი ხელოვნების საგანძურია. იქ შეხვდებით ფერად ნახატებს, რომლებზეც ასახულია ბიზონების, ირმებისა და გარეული ღორების სილუეტები. ეს ცხოველები ოდესღაც ამ რეგიონში ბინადრობდნენ. 10 წლეულების განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ტურისტები მოდიოდნენ, რათა თვალი ედევნებინათ ამ უძველესი ნახატებისთვის. თუმცა აღსანიშნავია ის, რომ ეს ვიზიტები საფრთხეს უქმნიდა მღვიმის მყიფე მემკვიდრეობას. ათასობით ვიზიტორის სუნთქვამ, ან თუნდაც მცირე ცვლილებებმა კლიმატში გაზარდა ტენიანობა, წყლის თორთქლი და ნახშიროჟანგი, რაც გავლენას ახდენდა გარემოზე. მალე ნახატებზე შავმა სოკომ დაიწყო განვითარება და ის ფენომენები, რომლებიც 1000 წლებს გადაურჩა, ახლა ნელ-ნელა უკუაქრებოდა. მღვიმის უნიკალური ღირებულების შესანარჩუნებლად ხელისუფლებამ 2002 წელს რთული გადაწყვეტილება მიიღო. მღვიმე დაიხურა ტურისტებისთვის, თუმცა იმ სურვილის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებას მაინც ჰქონოდა შესაძლებლობა ენახა ალმატირას სილამაზე, ახლომახლო აშენდა მისი რეპლიკა და მუზეუმი. Wedding Cake Rock, იგივე თეთრი კლდე. თეთრი კლდე მდებარეობს სიდნეის მახლობლად, სამეფო ეროვნული პარკის კლდოვან სანაპიროზე. ეს ბუნებრივი წარმონაქმნი ცნობილია თავისი თეთრი, ბრტყელი ფენებით, რომლებიც საოცრად ჰგავს შრიან ქორწილის ტორტის ნაჭერს. სწორედ ამიტომ ჰქვია მას Wedding Cake Rock. თავდაპირველად იქ თვეში დაახლოებით 2000 ვიზიტორი მიდიოდა, თუმცა ინსტაგრამის, იოგებისა და ინფლუენსერების წყალობით ეს მაჩვენებელი 10000-მდე გაიზარდა. ზოგიერთი ვიზიტორი ფოტოს გადაღების მიზნით კლდის კიდეზე ცოცდებოდა და ექსტრემალურ ფოტოებს იღებდა. სამწუხაროდ, ასეთი დაუფიქრებელი ქცევების შედეგად უბედური შემთხვევებიც მოხდა. მათ შორის ერთ-ერთი კი სიკვდილით დასრულდა. შემდეგი საგანგაშო სიგნალი იყო გეოლოგიური კვლევები, რომლებიც მოწმობდა, რომ კლდე ძალიან მყიფე იყო და ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა ჩამოქცეულიყო. ხელისუფლებამ იქ ბარიერი დააყენა, თუმცა ამან ვერაფერი ვერ შეცვალა. ზოგი ადამიანი მაინც ახერხებდა გადაძრომას და საფრთხეს ჯაგდებდა საკუთარ სიცოცხლეს. დღეს ქორწილის ტორტის კლდე ოფიციალურად დახურულია და მის ირგვლივ დამონტაჟებულია ბარიერები და დაწესებულია მაღალი ჯარიმები. გუაირას ჩანჩქერი. გუაირას ჩანჩქერი ოდესღაც გასაოცარი ბუნებრივი სანახაობა იყო, სადაც პარანას მდინარე ბრაზილია-პარაგვაის საზღვარზე მძლავრი ჩუხჩუხით ეშვებოდა. მისი წყლის ნაკადების მოცულობა ნიაგარას ჩანჩქერსაც კი არ ჩამოვარდებოდა. ჩანჩქერის ხმაური კილომეტრების იქითაც კი ისმოდა და უამრავ დამთვალიერებელს იზიდავდა. 1992 წელს ეს საოცრება ტრაგიკულად განადგურდა. მიზეზი იყო იტაპუის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰესის მსოფლიოში. როდესაც წყლის დონე მაიწია, ჩანჩქერი თანდათან გადაფარა ახალგაჩენილმა წყალსაცავმა. საბოლოო დარტყმა იყო კლდეებისა და გეოლოგიური სტრუქტურების დინამიტით აფეთქება, რათა გზა გაეხსნათ ჰესისთვის. დღეს, სადაც ოდესღაც ჩანჩქერი მოედინებოდა, მხოლოდ პატარა ტბაა დარჩენილი. მაია ბეი, ფიფის კუნძულები. მაია ბეი, რომელიც ტაილანდის ფიფის კუნძულებზე მდებარეობს, მსოფლიომ გაიცნო 2000 წელს გამოსული ფილმის ბიჩის მეშვეობით, რომელშიც ლეონარდო დიკაპრიო მონაწილეობდა. მისი სუფთა ქვიშები და ბროლივი წყლები მას 64-ისებურ ადგილად აქცევდა. ის უამრავი სამოგზაურო ბუკლეტისა და ღია ბარათის მთავარი სიმბოლო გახდა. თუმცა ამ სილამაზეს მოჰყვა მოულოდნელი შედეგები. მაია ბეი ტურისტულ ადგილად გადაიქცა და ყოველდღიურად ათასობით ვიზიტორს იზიდავდა. 2018 წლისთვის მასიური ტურიზმის ეწოლა უკვე შეუმჩნეველი აღარ იყო. სანაპირო ზარალდებოდა, მარჯნის რიფები სუსტდებოდა და ეკოსისტემა ძლიერ სტრესში იყო. ამის საპასუხოდ ტაილანდის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მისი გარკვეული ვადით დახურვა, რათა ბუნებას აღდგენისთვის შესაძლებლობა მისცემოდა. ადამიანებისგან მიყენებული ჭრილობები თავად რომ განეგურნა. დაკბილი ქვა ორეგონში. დაკბილი ქვა უნიკალური ქვიშაქვის ფორმაციაა კეიპ-კივანდაში, ორეგონში და ჰგავს იხვის ნისკარტს. 7 ფუტის სიმაღლის ეს უცნაური ქვა მილიონობით წლის განმავლობაში ბუნების ხელით იყო ჩამოყალიბებული. იგი საყვარელი ადგილი იყო ფოტოგრაფებისთვისა და ბუნების მოყვარულთათვის, რომლებიც აღფრთოვანებით ათვალიერებდნენ მის უცნაურ ფორმასა და ფონად მოქცეულ წყნარ ოკეანეს. სამწუხაროდ, 2016 წლის აგვისტოში მისი ხანგრძლივი ისტორია მოულოდნელად დასრულდა. ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს,
როგორ ებჯინებიან ადამიანები ამ ქვას და საბოლოოდ მიწაზე ამხობენ. ვანდალიზმის ეს ფაქტი შოკის მომგვრელი იყო საზოგადოებისათვის, რომელიც ამ ადგილის მნიშვნელობას აფასებდა. მიუხედავად ამ დანაკლისისა, კეიპ კევანდა კვლავ იზიდავს ვიზიტორებს თავისი ხედებით, ლაშქრობის ბილიკებითა და პარაპლანით ფრენის შესაძლებლობით. მაგრამ დაკბილი ქვის დაკარგვა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მყიფეა ბუნების ხელოვნება. ბამიანის ბუდები, ავღანეთი. ბამიანის ბუდები ოდესღაც უზარმაზარი ქანდაკებები იყო. ეს კლდეში ამოჭრილი სკულპტურები ერთდროს ამაყად იდგნენ ავღანეთში, ბამიანის ველზე. ისინი მე-6 საუკუნეში შეიქმნა და რელიგიური ხელოვნების საოცარი ნიმუშის გარდა კულტურული მემკვიდრეობის სიმბოლოებიც იყო. ყველაზე დიდი ქანდაკება 55 მეტრს სიმაღლეს აღწევდა, რაც მსოფლიოში იმ დროს უმაღლეს მდგომ ბუდეს ქანდაკებად ითვლებოდა. 2001 წლის მარტში ამ შეუცვლელი საგანძურის განადგურება თალიბანმა მოახდინა, რომელმაც ქანდაკებები კერპების ფორმად მიიჩნია. მთელი მსოფლიო შოკირებული უყურებდა მათ ქმედებას, იმას თუ როგორ ცივსისხლინად გამოიყენეს ასაფეთქებელი საშუალებები მათ დასანგრევად და როგორ იქცა ისტორიულ-რელიგიური მემკვიდრეობა ნანგრევებად. დღეს იქ, სადაც ოდესღაც ბუდები იდგა, მხოლოდ ცარიელი ნიშნებია დარჩენილი. მკიმნევლის შეხსენება იმისა, რაც დაკარგა ისტორიამ. მოგვიანებით ეს ადგილი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადდა და დღემდე მიმდინარეობს განხილვა ქანდაკებების რეკონსტრუქციის შესახებ. მას შემდეგ დროდადრო ბამიანის ნიშნებში ცარიელ ჰოლოგრამს გამოსახავენ ბუდებისთვის პატივისცემის ნიშნად. ლურჯი კარიბჭე, რომელიც მალტის კუნძულზე, გოცოზე მდებარეობდა, თვალწარმტაცი ბუნებრივი თაღი იყო, რომელიც თითქოს სხვა სამყაროში გადამავალი ხიდივით გამოიყურებოდა. ის შეიქმნა ზღვის მღვიმის ჩამოქცევის შედეგად, სავარაუდოდ მე-19 საუკუნეში და მალტის ერთ-ერთ ყველაზე მისტიურ ადგილად იქცა. მისი გრანდიოზული სილამაზე აღბეჭდილია ფილმებსა და სერიალებში, როგორიცაა სამეფო კარის თამაშები, რამაც იგი კულტურათა შორისი მიგრაციის ცენტრად აქცია, ფანებისა და ფოტოგრაფებისთვის მთელი მსოფლიოდან. სამწუხაროდ 2017 წლის მარტში ლურჯი კარიბჭე სამუდამოდ დაიკარგა. ძლიერმა შტორმმა და ტალღებმა, რომლებმაც საუკუნეების მანძილზე თაღს უტევდნენ, საბოლოოდ ჩამოანგრიეს ეს გეოლოგიური საოცრება. მისი განადგურება მრავალი ადამიანისთვის იყო შოკის მომტანი, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ოდესღაც იმოგზაურა იქან ოცნებობდა იყოფნაზე. მიუხედავად იმისა, რომ ნანგრევებმა შექმნეს ახალი გარემო ზღვის ცხოველებისთვის, ჰორიზონტზე ოდესღაც ჩარჩოდებული მის სილუეტი ძალიან აკლია ყველას. ვარდისფერი და თეთრი ტერასები. ახალ ზელანდიაში არსებული ვარდისფერი და თეთრი ტერასები ოდესღაც ცნობილნი იყვნენ როგორც მერვე საოცრება მსოფლიოში. ისინი ბუნებრივად შეიქმნა გეოთერმული აქტივობის შედეგად როტომანაჰას ტბის სანაპიროზე, სადაც მინერალებით მდიდარი წყლები იღვრებოდა და წარმოიქმნებოდა სინთეთიკური სილიციუმის ფენები, რომლებიც დროთა განმავლობაში გამყარდა და შექმნა თეთრი და ვარდისფერი საფეხურები. მე-19 საუკუნეში ვიზიტორები მოიხილდნენ ამ არამიწიერი სილამაზით და თბილი წყლების სამკურნალო თვისებებით, თუმცა ვერც ამ ბუნებრივმა საოცრებამ მიარსება დიდხანს. 1986 წელს ტარავერას მთის კატასტროფულმა ამოფრქვევამ ადგილი მიწისქვეშ მოაქცია. ტერასები დაფარა ვულკანურმა ფერფლმა და ტალახმა, რამაც მთლიანად შეცვალა ლანდშაფტი. ამ მოვლენამ 150-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა მეზობელ სოფლებშიც კი. ბოლო კვლევების მიხედვით შესაძლებელია ტერასების ზოგიერთი ნაწილი ჯერ კიდევ იყოს ტბის ქვეშ, მაგრამ ისინი აღარაა ხილული და მათი ნათელი გამოსახულებები, რომლებიც ოდესღაც ასახული იყო ნახატებსა და ფოტოებში, დღეს მხოლოდ მოგონებებად რჩება. პუპოს ტბა. პუპოს ტბა, რომელიც ოდესღაც ბოლივიის მეორე უდიდესი ტბა იყო, დღეს სევდიანი მაგალითია ეკოლოგიური დეგრადაციის. მდებარეობდა ორუროს პროვინციაში და მნიშვნელოვანი წყარო იყო ადგილობრივი მოსახლეობისთვის, სოფლის მეურნეობისთვის, თევზაობისთვის და ეკოსისტემის მრავალფეროვნების შესანარჩუნებლად. თუმცა 2016 წელს ტბა მთლიანად დაშრა. ეს არ იყო პირველი შემთხვევა. მსგავსი რამ 1994 წელსაც მოხდა, თუმცა ამჯერად მასშტაბი გაცილებით მკიმნეული იყო. ტბის დაშრობა გამოიწვია კლიმატური ცვლილებებისა და ადამიანური საქმიანობის კომბინაციამ, მათ შორის ნალექების შემცირებამ, ტემპერატურის მატებამ და მდინარეების გადამისამართებამ მაღაროებისა და სოფლის მეურნეობისთვის. ეს ტრაგედია არა მხოლოდ ათასობით ადამიანის ცხოვრების წესს შეეხო, რომლებიც ტბაზე იყვნენ დამოკიდებული, არამედ გამოიწვია თევზების სახეობისა და მიგრანტი ფრინველების გაქრობაც. სუტრო საბანოები. სუტრო საბანოები, რომლებიც სან-ფრანცისკოს ოუშენის სანაპიროსთან მდებარეობდა, ყოფილ მერთან ადოლფ სუტროს გრანდიოზულ ხედვასთან იყო დაკავშირებული. 1894 წელს გახსნილი საზოგადოებრივი აბანოები იმ დროისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და შთამბეჭდავი კომპლექსი იყო. მასში შედიოდა 7 სხვადასხვა ტემპერატურის აუზი, რომლებიც ერთდროულად 10,000-მდე ვიზიტორს იტევდა. კომპლექსს ასევე ჰქონდა არენა, საკონცერტო დარბაზი და მუზეუმი ეგვიპტური მუმიებით და სხვა საინტერესო ექსპონატებით. მიუხედავად ამხელა პოპულარობისა, სუტროს აბანოები ფინანსურად მუდამ წაგებაზე მუშაობდა, მაღალი ხარჯების გამო. წლების განმავლობაში რთულმა პირობებმა მათი შენარჩუნება შეუძლებელი გახადა.
აბანოები საბოლოოდ 1964 წელს დაიხურა და 1966 წელს იდუმალ ვითარებაში ხანძრის შედეგად განადგურდა. პალმირა, რომელსაც ხშირად უდაბნოს პატარძალს უწოდებენ, უბრალოდ უძველესი ქალაქი არ იყო. ეს კულტურებისა და ცივილიზაციის გზაჯვარედინი იყო სირიაში. ქალაქი მდებარეობდა საისწრაფო სავაჭრო მარშრუტზე, რომელიც რომის იმპერიასა და სპარსეთს აკავშირებდა. სწორედ ამან აქცია პალმირა სხვადასხვა გავლენის, ბერძნული, სპარსული და რომაული სინთეზად, რაც მის არქიტექტურასა და არტეფაქტებში იყო ასახული. 2015 წელს პალმირას დაატყდა უბედურება, როდესაც ის ისლამური სახელმწიფოს მიერ იქნა ოკუპირებული. მათ გაანადგურეს ქალაქის უდიდესი კულტურული ძეგლები, მათ შორის ტაძრები, სამარხები და კოშკები, რადგან მათთვის ეს იყო კერპთაყვანისცემა. მსოფლიომ საკუთარი თვალით იხილა, როგორ იქცა ისტორიულად უნიკალური ძეგლები, როგორიცაა ბელის ტაძარი და ტრიუმფალური თაღი მტვრად. პალმირას განადგურება მხოლოდ ქვის შენობების დაკარგვა არ იყო ან დანგრევა. ეს იყო კაცობრიობის საერთო კულტურული მემკვიდრეობის მძიმე დანაკლისი, რომელმაც წარსულთან დაკავშირებული ძაფები სამუდამოდ გაწყვიტა. ეს ვიდეოც ასე მეიწურა. შეგახსენებ, რომ არ დაგავიწყდეს არხის გამოწერა და ზარი წღილაკის გააქტიურება, რომ არ გამოგშეს უფრო მეტი მსგავსი სიახლე. არ დაგავიწყდეს ასევე ვიდეოს დალაიქება და კომენტარის დატოვება. მე შემდეგ ვიდეოდაგემშვიდობები. დროებით.